დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 11-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 4 ადამიანი დააკავა. პეტროსადგური ვარკეთილი 45 დღით წვეთს მგზავრთა მოსახურებას. დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას. ასევე ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთოს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ თანამშრომლობა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარის ოფისთან და ორგანიზაციის სხვა ინსტიტუტებთან. კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტები. საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ სომხური კულტურის დღეებს. ხელი მოეწერა 2025-27 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივ მემორანდუმს ხელი, რომელიც მოიცავს 2025-27 წლებში საქართველოსა და სომხეთს შორის და ჩვენ ხელოვანებს შორის მრავალპროფილურ და დარგობრივ ურთიერთთანამშრომლობას ორმხრივს. უსურვებ ჩვენი ორი ქვეყნის შემოქმედებით ჯგუფებს, კოლექტივებს და არტისტებს აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას. ძალიან ინტენსიური ვიზიტი არის ქალბატონი ჟანა ანდრეასიანის საქართველოში. ძალიან საინტერესო შეთანხმებები შედგა, პერსპექტივა ბრწყინვალე არის, უამრავი თემა არის, სადაც ჩვენ შეგვიძლია უფრო თამამად ვითანამშრომლოთ. ძალიან მიხარია, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს. იცით, რომ ივნისში სომხეთში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. მომავალ წელს საქართველოში სომხური კულტურის დღეების ჩატარებას გვეგმავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით წარმოვადგინოთ არა მხოლოდ სომხეთის კულტურის ისტორია, არამედ მისი აწმყოც. ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი პროგრამით, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს გახდეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. 2019 წლის 20-21 ივნისის საქმე და განცხადებები მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და საზოგადოებას ეცოდინება სიმართლე, მოხდა თუ არა ნამდვილად ძალის გადამეტება ვის მიერ და რატომ იყო ეს დავალება გაცემული. ცნობისათვის გენერალურმა პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ევროპულ სასამართლოს ივნისის მოვლენებზე კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დადგენილი აქვს. ჩვენი გუნდის უპირველესი პრიორიტეტი არის იმ საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე ფაქტებზე გავცეთ ყველა კითხვას პასუხი.
მათ შორის 20 ივნისის თემაზე, რომელიც როგორც უკვე ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის მოთხოვნილი გარკვეული მიმართულებით საკითხების დაზუსტება და ვფიქრობ, სულ მალე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. მორიგი ტრანში კრემლიდან და ხოშტარიების ოჯახის ანგარიშზე ჩარიცხული 1.200.000-ზე მეტი რუბლი. ელენე ხოშტარია ქრონიკის შეკითხვებს არ პასუხობს და ტრადიციულად შეურაცხყოფაზე გადმოდის. ქრონიკის ინფორმაციით, რუბლები გოგი ხოშტარიას ანგარიშზე 2 დღის წინ ჩაირიცხა. ქალბატონ ელენე, გამარჯობა, ტელეკომპანია იმედიდან გიკავშირდებით. რუსეთიდან მიღებულ ტრანშზე უნდა თქვენმა ოჯახმა რომ მიიღო. საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 4 ადამიანი დააკავა. დანაშაულები 12 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცება დამოიღეს. სარეალიზაციოდ გამზადებული და ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის გამომშრალი მარიხუანა და MDMA. მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. დადგინდა, რომ დაკავებული პირები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით. მანდატური სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს მანდატური სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა წარუდგინა. მას წარმატება უსურვა და განათლების სისტემაში მის მრავალწლიან გამოცდილებაზე ისაუბრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინების დღეიდან მეტროსადგური ვარკეთილი 45 დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნი დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი. სადგური დაკეტილი იქნება 45 დღის განმავლობაში და ამ დროს შესრულდება მოსაცდელი დალბაზის რკინაბეტონის თაღის გამაგრებითი, აღდგენითი სამუშაოები, ამ თაღის მიღმა სივრცეების შევსება სპეციალური ხსნარებით, დახრილი გვირაბის, საესკალატორო გვირაბის, თუჯის სამაგრი ელემენტების რეაბილიტაცია სრული, რაც საშუალებას მოგცემს სრული ჰიდროიზოლაცია მოახდინოთ სადგურის და ამის შემდეგ, ამ სამუშაოების შემდეგ გაიხსნება სადგური მგზავრთა მიღებაზე და გაგრძელდება უკვე სარეკონსტრუქციო პროექტით განსაზღვრული სამუშაოები მოპირკეთებით ნაწილში. დეპუტატ გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში მწერლის რჩეული მოთხრობები შევიდა. ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად განათლების მინისტრი დაესწრო. პრეზენტაცია მწერალთა ისტორიულ სასახლეში გაიმართა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აი ამ არაჩვეულებრივ სასახლეში, მწერალთა ისტორიულ სასახლეში შედგა ეს შესანიშნავი ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. მოხდა ამ წიგნის წარდგენა, შევიდა ამ კრებულში 11 მოთხრობა, რომელიც სხვადასხვა დროს გამოცემული კრებულებიდან იქნა შერჩეული. ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა. გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების რჩეული წარუდგა საზოგადოებას. ზოგადად მწერალი უკვე კარგახანია ქართულ სალიტერატურო ცხოვრებაში ცნობილია. მისი მოთხრობები არის ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ეს პიროვნება არის თავად იმ ასე ვთქვათ მოთხრობების უშუალო მონაწილე შეიძლება ითქვას, მის თვალწინ განვითარებული ამბების აღმწერი. ბათუმის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს საღამო გრემის ჯილდოს მფლობელმა, მომღერალმა, პროდიუსერმა და მსახიობმა ლედისიმ გახსნა. ბათუმმა ჯაზის მოყვარულები მე-18 შეკრიბა. ჯაზ ფესტივალი ტრადიციულად კორტებზე ტარდება და ის 3 დღე გაგრძელდება. ყოველწელი და თათავარ და ერთი და იგივე ემოციის გრუნტები. ყოველწელი და
განსხვავებული ყოველ წელიწადში. საოცარი არტისტები, საოცარი პერფორმანსები. ყოველთვის ვესწრები ყველა წელიწადს და ემოციების ზღვარი, რა თქმა უნდა. ემოციების ზღვარი როგორც ყოველთვის. ეს იყო უმაღლესი კლასის და უმაღლესი დონის soul-ის მომღერალი. მთელ მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი არის ამ ჟანრში. Lexi Jazz Festival-ის დანიშნულება შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ისო სეზონს, ზაფხულის სეზონს ბათუმში ხსნის და მინდა გითხრათო ამ დონის ფესტივალი შავი ზღვის აკვატორიაში მუსიკალური ფესტივალი არ არსებობს და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენც რაღაცა წვლილი გვაქვს ამაში. ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025 სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტების სერია კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების საღამოების ბათუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს. ინიციატივა პარლამენტის წევრსა და ბათუმის დელეგატ საჩიკო ბერიძეს ეკუთვნის. შორენა კოპალეიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ის რაც დარჩა სათქმელი ვაჟა აზარაშვილის მუსიკალური მემკვიდრეობიდან მუსიკოსებმა და მომღერლებმა ამჯერად ზღვისპირა ქალაქს გაანდეს. ბათუმის ახალი სტატუსის საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-ის ფარგლებში პირველი კონცერტი სწორედ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. მინდა გამოხატო უდიდესი მადლიერება ბატონი ვაჟას შემოქმედების მიმართ. მადლობა უთხრა იმ დიდი მუსიკისათვის, რომელსაც დღეს ჩვენი თანაქალაქელები, ბათუმელები და არა მხოლოდ ბათუმელები, ბათუმის სტუმრები ისმენდნენ. დარბაზი არ გაჩერებულა, იყო აპლოდისმენტები, იყო დიდი ემოციები. მართლა ძალიან ემოციური საღამო გამოგვივიდა, მე მგონი და კმაყოფილი იყო. ბატყობდი მე მაყურებელს ძალიან არც გუშებდნენ. ძალიან ისეთი გრანდიოზული საღამო გამოვიდა, როგორც ეკადრებოდა ბატონ ვაჟა აზარაშვილს. სიმღერები, რომლებმაც არაერთი თაობის მსმენელი სიყვარული დაიმსახურა კულტურის დედაქალაქის სტატუსის მატარებელი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჟღერდა. მასპინძელი თუ სტუმრად ჩასული თითოეული მონაწილესთვის ერთ საღამოდ ქცეულ კონცერტს მთავარ გზავნილად ბათუმისა და ვაჟა აზარაშვილის შემოქმედების სიყვარული აერთიანებდა. ბედნიერი ხალხი ვართ, იმიტომ რომ ესეთი არაჩვეულებრივი ვაჟა აზარაშვილი ყავდა, ასეთი კომპოზიტორი და იმდენი სიმღერა დატოვა, იმდენი სიყვარული დატოვა, რომ არ ვიცი, ბევრ თაობას ეყოფა. ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ამ კონცერტში მონაწილეობა. სრულიად დამსახურებულად მიენიჭა ბათუმს კულტურის დედაქალაქის საპატიო წოდებად. კულტურის დედაქალაქში ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები 24 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაგრძელდება. ასეთი იყო ახალი ამბებით 11-ზე. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაეცნოთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზა ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2-ზე დაბრუნდება. დროებით.